ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გზების მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს. სოფელ შრომაში, ჰერეთის ქუჩაზე გზასთან ერთად წესრიგდება სანიაღვრე არხები. მუნიციპალიტეტის მერი ჯონდომ დივნიშვილი გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო. სოფელ შრომაში, ჰერეთის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში 937 მეტრზე ახალი ასფალტის საფარი მოეწყობა, ორფენიანი. პროექტის ღირებულება 1,116,000 ლარია. ჩვენი მიზანი არის, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში, მოქალაქეებისათვის გადაადგილება იყოს კომფორტული. ძალიან მოხარულები ვართ ადგილობრივი მოსახლეობა. დიდი ხნის მანავე როცა აგვისრულდა, გვახსოვს ის პერიოდი, რა დღეში იყო სავალი გზა. ღამე გავლა ჭირდა, ფეხით ტრანსპორტი მეტნაკლებად იმასაც უჭირდა. ასე რომ ძალიან კარგი საქმე არის. ძალიან ცუდი გზა იყო, რუების მოწესრიგებელი იყო. ჩვენმა ადგილობრივმა მთავრობამ გააკეთეს გზა. სანიაღვრე არხებიც კარგი არის, ისვიდაც ძალიან დიდი მადლობა.